მოგესალმებით მეგობრებო, მორიგი ახალი ბრენდით ვარ თქვენს წინაშე. North Mountain Lady უნდა წარმოგიდგინოთ ამერიკული ბრენდი. ეს არის ჩვენი აღმოჩენა ეს ბრენდი რა. მოგვეწონა, ნახეთ განხილვები, ჩამოვიტანეთ გაამართლა და ახლა თქვენს წინაშეა. ეს ბრენდი დაარსდა არც ისე დიდი ხნის წინ 2018 წელს. და მათ რაღაც სულ იაპონური სტილის დანებს აკეთებენ. სულ არა, მაგრამ უმეტესად. და რაც გულისხმობს კლასიკური იაპონური სტილის გადმოტანას თანამედროვე მასალებთან შერწყმაში რა. და გამოდის აი ესეთი მაგარი ნივთები, ჩოპორი უნდა წარმოგედგინოთ პირველი, ნახეთ როგორი საინტერესო და დამაზიდანაა. პირი, SLD Magic-ი, SLD Magic-ი არის იგივე იაპონური ტრადიციები დამზადებული იაპონური სანმეი და დაახლოებით 60-61 როკველია მისი სიმტკიცე და ყველა დანას აქვს hand polish-ი გაკეთებული ბოლოს, ანუ ნახევრად ხელით გაპრიალებულია მოკლედ ეს პირები რა. და არის ამ შემთხვევაში გვაქვს თითბერი, ჩამგედის სისტემა button lock-ი, მოძრაობს იდეალურად და ძალიან კარგი სახასიათო და ისეთი მაგარი ედისიდანაა. ვფიქრობ გამორჩეული თავისი აი ამ იგივე ეს SLD Magic-ი გარდა იმისა, რომ არის ძალიან პრაქტიკული, გაწვრილია ჭრაზე და ბევრ მუშაობაზე, არის ამავე დროს ძალიან ლამაზი. იმედია ვიდეოში აღიქმება ეს სანმეის ხაზი და დანარჩენი თითოეული დეტალი მოკლედ ძალიან კარგად არის გაკეთებული და შესრულებული. იგივე ჩოპორის სხვა მოდელებსაც გაჩვენებთ, მაგრამ იქამდე მოდიგიო შეფუთვაზეც გავაკეთოთ აქცენტი. ნახე რა ლამაზ აი ესეთ ხუთშიდევს ეს დანები. ზოგს მოყვება ხოლმე თავისი დამატებითი ჭანჭიკები და ასე შემდეგ და შემდეგ ეს ხუთიდევს აი ამ მაგარ იყავს. ხუთში ასევე შეფუთვას რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა ზოგისთვის სულ ერთია, მაგრამ მე პირადად ვაქცევ ამ ყველაფერს ყურადღებას და ეს ყველაფერი კარგად არის ძალიან კარგად გაკეთებული. იგივე ჩოპორი უნდა წარმოგიდგინოთ ამჯერად წითელი ჯიათის სახელურით და ფოლადი ისევ SLD Magic-ი. ხო, ну რაც შეეხება ფასებს, ხშირად კითხულობენ ხოლმე ვიდეოებში წინაზეც დამეწერა რაღაცა მჯობდა ამდენ საუბარს ფასი გეთქვა მხოლოდ და ვერ დავეთანხმები ამ ადამიანს, ვიტყვი ფას არ არის პრობლემა, დასამალი არაფერია, ძალიან მარტივად გადახვათ ჩვენს ვებგვერდზე, იგივე სახელი ქვერად ჩვენს YouTube-ს და TikTok-ს PlayG და ნახავთ ამ ყველაფერს ფასებს აღწერას. დაახლოებით 300 ლარამდე ეღირება ეხლა ეს კონკრეტული დანა, აი ესეთი მაგარი მასალებითა და ესეთი მაგარი ხარისხით. ეს რა ვფიქრობ, საერთოდ არ არის ბევრი რა, პირიქით, ძალიან მისაღები, მისასალმებელი და მაგარი ამბავია მოკლედ. ხო, ну ეს კონკრეტული სვირებულება ეს არის დანარჩენიც, ერთ სიტყვით, ყველა დამაკმაყოფილი და ყველა მისაღები იქნება რა, დანარჩენს ჩვენს ვებგვერდზე იხილოთ. ეს რაც შეეხებოდა ამ ჩვენს წითელი ფერის Chop 4-ს, Chopors body-ში. ეს კი კარბონის სახელურით არის წარმოდგენილი, შედარებით უფრო მსუბუქია ვიდრე მისი წინამორბედი თითბერი, რა თქმა უნდა, მძიმეა, ზოგს უყვარს მძიმე დანები, მაგრამ ის მე პირადად კარბონი მირჩევნია, ნახშირბადის ბოჭკო ძალიან მყარიც არის, მაგარიც არის, მსუბუქიც და არ არის შემაწუხებელი ჯიბეში და ხელში ბევრი მუშაობისას ხელი დიდად არ გეღლება და არც ის არის ძალიან დამღლელი, მაგრამ ყველაფერი შედარებითია და არის რაღაცა ჩემი გემოვნებით მოკლედ კარბონი ჯობს, მაგრამ თითბერს თავისი სილამაზე და ასე ვთქვათ, პეცი აქვს, რა თქმა უნდა და უფრო ეფექტური და უცხო მასალაა პრინციპში. კარბონი უკვე ხშირად ხდება. თუმცა თავის ღირებულებას რა თქმა უნდა არ კარგავს. ეს კი მეგობრებო იგივე ჯიათით არის შესრულებული ჩოპორი და ესეთი მაგარი ცეცხლოვანი ნახატით და რა ვიცი, ვფიქრობ ეს ძალიან მოსაწონი და სახასიათო დანაა. ხო, ეს რაც შეეხებოდა ამ ჩვენს ჩოპორს, შემდეგი მოდელი მეგობრებო Chop Plus-ია. ოპა, რა კარგი ხმაა. ეს ხმა გამოწვეულია kickstop-ით მეგობრებო. Kickstop-ი არის მისი გამხსნელი მექანიზმი, რაც ნახეთ, ვინც არის ითაგიხსნით ახლა რაც გულისხმობს. ის ხომ იყო ჩვეულებრივი ფლიპერი და ეს ფლიპის აი ეს ნაწილი ცალკე მექანიზმია ამაში ჩადებული და გახსნის შედეგად იმალება, ქვევით არ ჩამოდის ეს ჩოირი. აი ჩვეულებრივი ფლიპის შემთხვევაში ჩამოდის, ნახეთ. ცუდი არ არის ეს გარდას ფუნქციასაც ასრულებს, მაგრამ ვიზუალში ცვლის, უბრალოდ მხოლოდ ვიზუალზეა საუბარი. ვიზუალში ცვლის ყველაფერს. აქ უკვე დარჩა ტრადიციული იაპონური სტილი შენარჩუნებული რა. ის ცოტა გათანამედროვებულია, ესე ვთქვათ. ჯიათის აი ესეთი მაგარი ტექსტურა გვაქვს, შავი ფერის ჯიათის, ხელში კარგად ზის, ცოტა ბუთქუნაა ეს და ისეთია რა, საიმედო დანაა, პირისისკენ დაახლოებით 4 მმ-ია, ფოლადი აქაც SLD Magic-ი გვაქვს. hand polish-ით შესრულებული ესეც რა თქმა უნდა და ძალიან მაგარი ხმაა მექანიკა და ესეთი მაგარი მოდელი გამოვიდა, ესეც გამოვიდა კი არა არის.
ესეც მწვანე ჯიათის სტარით მეგობრებო, იგივე ჩოპლიუსი. ბევრ სამდანოზე აღარ ვისაუბრებ, იგივე მასალებით არის წარმოდგენილი, ხოლო დიზაინშია სხვაობა და ფერში და ვიზუალში. ორივე ფერი საინტერესოა ვფიქრობ და მოსაწონი. შემდეგ მოდელს რაც შეეხება მეგობრებო, ეს არის Lucky Dog-ი, იგივე kickstop-ი გახსნის მექანიზმით, აი ესეთი მაგარი სქელი ჯიათის სტარით. ამ დანაზე რა შეიძლება ითქვას, თვითონ დანაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ საშინლად არ მომწონდა ეს დანა, როცა ვარჩევდით მოდელებს მე და გიო. ძალიან წინააღმდეგი ვიყავი ამის ჩამოტანის გიომ. რა თქმა უნდა, გამოავლინა თავისი შვანური ხასიათი და გაჯიუტა და არა უნდა ჩამოვიტანო და კიდევ კარგი დაუჯერე. ძალიან მაგარი მოდელია მეგობრებო რა. რეკომენდაცია ჩემგან, ერთ-ერთი გამორჩეულია დაჟე სამუშაოდ რომ მკითხო ამ წინა მოდელებს რაც გავიარეთ, ჯობს რა. ვაღიარებ გიო, ჩვენთანაც ვაღიარებ და აგერ ვიდეოში სახალხოდ მეტი რა გინდა. ხელში მაგრად ის არ დაგწლის ეს და მთელი დღე რო ამუშაო, საკმაოდ დიდი სამუშაო პირია და მისი ფორმაც რა. ფოლადი აქაც SLD Magic-ი გვაქვს. მაგარი ფოლადია სხვათა შორის, ნუ დანას ძალიან არაძვირებს, სიმტკიცე 60-61 როკველია როგორც გითხარით. ეს hand polish-ის თავის ღირებულებას მატებს დანას, როცა უკვე ხელით დამუშავარია შერეული დანაში ძალიან კარგი ამბავია და მექანიზმი აქაც kickstop-ი გვაქვს. ნახე რა ხმა აქვს. ძალიან სასიამოვნო როგორც სათამაშოდ, ასევე ეფექტური ტიპია რა და ძალიან მომეწონა ყოჩაკიო. ეს რაც შეეხებოდა ჩვენს Lucky Dogs. ეს კი მეგობრებო, Tanto BBNM-ია, BBNM-ი. დიზაინი ეკუთვნის Dwayne Dwyers. ეს ლეგენდა კაცია. სავარაუდოდ უკვე ფორმაზეც მიხვდებოდი, საიდან მოდის ამ დანის დიზაინი. Mixed Rider-ის დანები ალბათ ყველა ვიცით და გვიყვარს. ამაზე შემდეგ გადავუბრალდ მინდა რომ გაჩვენოთ ორივეს დიზაინი, როგორ გავს Mixed Rider-ის დანებს, იმიტომ რომ ეს Dwayne Dwyer-ის ზემოთ ნახსენები და Mixed Rider-ი ერთად აკეთებდნენ ამ დანებს. ამ კაცის მიერ არის შექმნილი ეს დიზაინი. შემდეგ უკვე მთელი მათი მუშაობის პროცესში დაახლოებით 97 წლიდან აკეთებენ ამ დანებს. ის ყოველთვის ცალკე ცდილობდა გაეკეთებინა თავისიდან, ცდილობდა კი არ აკეთებდა კიდეც რა. და ბოლოს საბოლოოდ თავისი ხაზით გამოუშვა და კიდეც გაიყვენ. და ამ კაცისთან კოლაბორაცია მოახდინა North Mountain Blade-მა და შექმნეს ეს ორი უმაგრესი მოდელი რა, ტიტანის სტარი და SLD Magic-ი გვაქვს აქაც ფოლადი, ძალიან კარგი მექანიკა, ასე ვფიქრობ მისაღები იქნება ყველასთვის ძალიან ისეთი მოსაწონი რაიდერისგან განსხვავებით და თად ძალიან მაგარი საიმედო და ისეთი ყოჩაღი მაგარი დანა frame lock ჩამკეტი სისტემა გვაქვს, ფოლადის სისქე 4 მმ, სამეის ხაზი რა ლამაზად ჩანს, ულამაზესია ეს ყველაფერი, სატინი დაფარვა, ზევით, ქვევით კი აი ეს ტრადიციული hand polish. და ესეთი ტექსტურა და თვითონ ტიტანის ანუდირება ძალიან ლამაზადაა შესრულებული. ძალიან კარგადაა ეს ყველაფერი გადმოცემული. ტიტანის ანუდირებას ბოლო დროს უფრო ვაკვირდები ამ ჩვენი მეგობარი ოქსიდაიზერ custom-ის გავხსნა მე მგონი და ზედისუდაც არ უფრო სხვა თვალით ვაფასებ და უყურებ. ეს კი მეგობრებო იგივე BBNM-ი არის უკვე Bowie პირით და ეს დანა ლიმიტირებულია, სულ 200 ძალია გაკეთებული, აი იქ აწერია 1-200-დან. და ძალიან კარგი ამბავია ესეც რომ ჩვენს მაღაზიაში არის ესეთი მაგარი დანა. არ ვიცი Tanto ჯობს თუ Bowie რაღაცა Tanto უფრო მელამაზება, მაგრამ პრაქტიკული თვალით ალბათ Bowie-ის პირია ჯობს. ბატონო, შენ Bowie ხო? აჰა, ისე ვავსვით. ასვისად. არ არის პრობლემა გიო, მიხარი ეს ამბავი სუდისუდაც არა. მოკლედ ეს ორი მაგარი მოდელის გავიარეთ და გადავიდეთ შემდეგზე აი ამ უსაყვარლეს დანაზე. ნახეთ, ჯერ დააკვირდით ამ სილამაზეს რა უბრალოდ. North Mountain Blade Ultra ქვია მოდელს, Ironwood-ი გვაქვს და არის სკეილებად გამოყენებული და ფოლადი ZFS დამასკო. ეს უკვე მე მგონი ყველაფერს ამბობს, აი ესეთი მაგარი დაშვებით. სასწაულია, ლამაზესია როგორ ირეკლავს ფერებს. ზომაც ძალიან ისეთია, მისაღები არც დიდი, არც პატარა, შედარებით უფრო მაინც კომპაქტურ დანაში გადის, მაგრამ სრულიად საკმარისია ყველაფრის დასაჭერლად და გასაკეთებლად ვფიქრობ. კლასიკაა რა, ძალიან კარგი მოდელია მეგობრებო. მოდი დაუბრუნოთ თავის ადგილზე, გადავიდეთ უფრო არა კლასიკურ, არამედ ტაქტიკურ დანაზე. აი ეს მაგარი OTF-ი უნდა წარმოგიგინოთ, უფრა ხმა აქვს. და რა სილამაზე ამოვიდა აი ამ დარიდან დააკვირდით უბრალოდ. Giant ქვია მოდას იგივე გიგანტი და სახელსრულად ამართლებს მე მგონი ტარვის ავიაციო ალუმინია, ფოლადი
გვაქვს ამ შემთხვევაში M390, ეს დანაც ლიმიტირებულია და სულ 200 ძალია გამოსული. ბოლოს აქვს DLC დაფარვა და ეს gold pattern-ები 24 კარატიანი ოქროს ეს ხაზები. რა ვიცი, თან ძალიან ალამაზებს, თან აძვირფასებს და არ არის უბრალოდ რაღაცა რიგითი OTF-ი ეს დანა. არის ძალიან მაგარი OTF-ი, რა მექანიკა აქვს, სასწაულია. სასწაული დანაა. მაგარია, საიმედო და ყოჩაღი ისეთი ძალიან მაგარი ლამაზი დანა და ძლიერი და ნამდვილი გიგანტი. ეს კი კაიკენია მეგობრებო. აქაც ეგრევე დევს იაპონური სული და აკვირდით მის ფორმას, აი მასხე პირ-პირ ლამაზი ესეთი აგრესიული წვეტი, ცოტა უფრო დიდი და განიერი ტარი. ძალიან კარგი ხასიათი დევს ამ დანაში. ამ დანაშიც როგორც მის წინამორბედებში მოკლედ. ძალიან კარგი ტიპი. ძალიან კარგი ტიპი. ეხლა კი გადავიდეთ მეგობრებო ჩოპ 4-ზე. ასევე იაპონური სტილის, აქაც front flip-ი გვაქვს ახსნის მექანიზმი, ფოლადი, NSLD Magic-ი და ესეთი მაგარი ძვალი სტარი, თეთრი ძვალი, რომელიც ძალიან ლამაზია. ვფიქრობ ძალიან კარგად წავიდა ამ ლამაზ პირთან. ვერ გავხსენი, არადა ძალიან კარგი მექანიზმი აქვს. წონაც ძალიან ისეთია მისაღები, ზომი და ზომასთან შეფარდებული და ყველაფერი ძალიან კარგად არის როგორც უნდა იყოს და შემდეგი გადავიდეთ აი ამ ლამაზ კლასიკურ დანაზე მეგობრებო. დაგვიდით მის ლამაზეს. Catcher Classic ქვია ამ მოდელს. აქაც Iron Wood-ი გვაქვს წარი და NSLD Magic-ი ფოლადი, აი ესე ორი ხელით იხსნება, ერთი ფიქსაცია, მეორე ფიქსაცია და ძალიან მყარად და კარგად ის სხვათა შორის ეს პირი ლინზა დაშვება, გაჭრის რაღაც სასწაულად და ძალიან კარგია. ანუ კლასიკურ დანებს თავისი ხიბლი, თავისი ამბავი აქვს, თავისი მიმდევრები ყავს. ამაც, რა ვიცი, მომწონს რატომაც არა, კლასიკური დანებიც მიყვარს. ტაქტიკულიც, აგრესიულიც, არა აგრესიულიც, რაც კარგია, ყველაფერი მომწონს და აი ეს დანა ჩემს გეუბნებას სრულიად აკმაყოფილებს, მინდა გითხრათ. ძალიან კარგად შესრულებული თვითოული დეტალი, არანაირი ამის გადაცდომა. აკვირდით უბრალოდ, არასდროს ამით თითი გამოგედოს და რაღაცა ისე არ იყოს, როგორც უნდა იყოს. ყველაფერი კარგადაა მოკლედ რა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და აი ეს ტრადიციულად ორი ხელით დავყეცავ ამ დანას და გადავდებ გვერდით და ახლა გადავიდეთ ფიქსედებზე მეგობრებო. მოდი ჯერ დააკვირდით თვითონ ქარქაშს, ძალიან კარგი კაიდექსის ქარქაში აქვს. ეს საკიდი ძალიან ორიგინალურია და მომეწონა. აგიდი კლიპსა, მიკათის ტარი და ფოლადი, ამ შემთხვევაშიც გვაქვს NSLD Magic-ი. ზომა ისეთი საშუალო არ არის დიდი ეს დანა. Chop Mini ქვია. ამ მოდელს ხელში ძალიან კარგად ის ტექსტურირებული მიკარტა. მოდი ცოტა აქეთ დავიკავებ გიოს შენიშნებისთვის, რომ აღარ იმოზრაო ზედმეტი. ქარქაში კარგი ჯება რა თქმა უნდა, კარგია ასევე როგორც neckknife-ი ეს დანა, ასევე კარგია კამარზე, ჩეკმაში, ზურგჩანთაში და ყველგან მოკლედ ძალიან ისეთი საყვარელი და მაგარი ფიქსია. ხო და ესეც ბოლო მოდელი დღეისათვის, ნახე დააკვირდი უბრალოდ რა ლამაზია თვითონ ქარქაში შესრულებაც კარგია. თვითონ ტყავი ძალიან ხარისხიანია, ეტყობა და ხელი ჩეკერილი და თითოეული დეტალი ძალიან კარგადაა დამუშავებული და გაკეთებული. Chop Mini ქვია ამ მოდელსაც, ამ შემთხვევაში გვაქვს თეთრი ძვლის ტარი, აი ესეთი მაგარი წითელი ჩანართებით და რაღაცა ძვალშიც ამოდის ეს ფერი და კარგადაა მოკლედ. მიმზიდველი და საინტერესო მოდელია, ქარქაში რა თქმა უნდა შესანიშნავად ზის. ყველაფერი კარგადაა, როგორც უნდა იყოს. სიამოვნებით ვატარებდი აი ამ ფიქსეს და აუცილებლად როგორც კი გავაბუნებაში სადაშოთ თან ვიქონიებ, წავიმზღვარებ ამ დანას. ხო, დღეისთვის ეს იყო მეგობრებო. ძალიან მინდა გთხოვოთ, სულ მავიწყდება ხოლმე და ვიდეოს ბოლოს ვაკეთებ ამ თხოვნას, რომ ჩვენი ვიდეო გააზიაროთ. ვინც აქამდე უყურა უკვე ალბათ. მადლობა მინდა მოგიხადოთ, ვინც ბოლომდე გაუძლო ამ ჩემს საუბარს და ამ ჩემს განხილვას, ასე ვთქვათ. და მადლობა გვერდში დგომისთვის, ყურადღებისთვის, გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებსაც, დაგვიწერეთ კომენტარები და რა ვიცი, კარგი სიახლეები გვინდა კიდევ რა, ეს ბრენდი ჩვენ შევარჩიეთ. გვინდა თქვენი რჩევები, გვირჩიოთ რა ბრანები ჩამოვიტანოთ და აუცილებლად გავითვალისწინოთ. დროებით დაგემშვიდობებით.